რა უნდა გავითვალისწინოთ ხელის მტევნისა და ხელის თითების დაბუჟების დროს, რაც დაგვეხმარება ზუსტი დიაგნოზის დასმაში და მკურნალობის ეფექტურ წარმოებაში. პირველი შემთხვევა. თითების დაბუჟების ან ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს გვირაბის სინდრომი, ანუ კარპალური არხი, რომელიც მდებარეობს ხელის გულსა და მაჯის არეში, ანთებითი დეგენერაციული ცვლილებების დროს, რომელიც მიმდინარეობს აღნიშნულ არხში, ამის გამო იჭრდება ნერვი, სიზარღვი და ვითარდება ტკივილი, დაბუჟება, ცერა, საჩვენებელი და უსახელო თითის არეში. გვირაბის სინდრომის დიაგნოსტირებაში გვეხმარება ხელის მტევნის, ანუ კარპალური არხის ეკოსკოპიური კვლევა. მეორე შემთხვევა, როდესაც არის გამჭოლი ხასიათის ტკივილები კისრიდან მთელ ხელზე, დაბუჟებით ნეკა, უსახელო და შვა თითის არეში. ამ დროს უნდა ვიფიქროთ კისრის მალთაშორისი დისკის თიაქარზე. აღნიშნულ შემთხვევების დროს დიაგნოსტირებაში გვეხმარება კისრის მალების MRT კვლევა. და ბოლოს, ვიჩქარებთ ბრმად მკურნალობის დაწყებას. პირველ ყოვლისა უნდა დაისვას სწორი დიაგნოზი, რომ მკურნალობა იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. გისურვებთ ჯანმრთელობას.